მოგესალმებით, დავიწყოთ Business Insider ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეები და მართლაც კვირის განსაკუთრებული დასაწყისი ორშაბათის შემდგომ უკვე სამშაბათს ასეთი უნდოდა. ორშაბათს ჩვენ ნახეთ ძალიან მნიშვნელოვანი ბრიფინგი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის და საკითხი, რომელიც შეეხებოდა ანაკლის ღრმა წყლოვან ნავსადგურს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება ლენდლორდის მოდელით, ეგრეთ წოდებული ლენდლორდის მოდელით იქნა საშენებული ანაკლის ღრმა წყლოვანი პორტი. სახელმწიფო რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში რჩება მთავარი მოთამაშე, შეიძლება ასე ითქვას. პორტი იქნება ქართული, პორტი აშენდება ამ ნაწილში ბუნებრივია საქართველოს სახელმწიფოს მიერ და რა თქმა უნდა ლენდლორდის მოდელი ძალიან მარტივად რო ვთქვათ გულისხმობს ამ შემთხვევაში ყველა დაინტერესებული მხარის დამატებით შემოყვანას. კიდევ ერთხელ მართვა მთლიანად ქართული სახელმწიფოს მხრიდან იქნება განხორციელებული. საქართველოს სახელმწიფო განაგრძობს, გააგრძელებს იმ ინვესტიციებს, რომელსაც ახორციელებს ამ პერიოდის განმავლობაში უწყვეტად ხორციელდება ბუნებრივი ანაკლიაში მიმდინარე სამუშაოები და ანაკლის განვითარების პროცესში იქნება ჩართული უკვე არაერთი, არამედ რამოდენიმე სახელმწიფო და რამოდენიმე შესაბამისად სახელმწიფოს მხრიდან წარმოდგენილი, სხვადასხვა სახელმწიფოს მხრიდან წარმოდგენილი და ინიცირებული ან კომპანიების ინიციატივით შემოსული, ასე ვთქვათ, ცალკეული კომპანიები დიახ ამ პერიოდის განმავლობაში აქტიური ინტერესი გამოითქვა და ნახეთ ხოლმე ამ ანაკლის სპორტთან მიმართებაში სხვადასხვა სახელმწიფოს მხრიდან ხედავთ ძალიან აქტიურ ვიზიტებს და მართლაც უნდა აღინიშნოს, რომ ლენდლორდის მოდელი არის გამორჩეულად მნიშვნელოვანი მოდელი, მაგალითად როტერდამის სპორტი, ჰამბურგის სპორტი, მარსელის სპორტი, სინგაპურში ანალოგიური მოდელით ფუნქციონირებს სპორტი და ასე შემდეგ. ძალიან აპრობირებული შეერთებულ შტატებში მათ შორის ძალიან აპრობირებული, განსაკუთრებულად აპრობირებული მოდელი 2/3 პორტების, წამყვანი პორტების სწორედ ლენდლორდის მოდელს ეფუძნება და დიახ საქართველოს უკვე მათ რიგში იქნება. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ კიდევ ერთხელ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრიფინგი. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ანაკლის ღრმაწლოვანი ნავსადგური ააშენოს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ეგრეთ წოდებული ლენდლორდის მოდელით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს. ლენდლორდის მოდელი სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას ანაკლის პორტი განავითაროს არა ერთ, როგორც დღემდე იყო დაგეგმილი, არამედ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით, რაც პორტში ტვირთების მოზიდვისა და შესაბამისად მისი მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის საუკეთესო პირობებს შექმნის. საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად სახელმწიფო უზრუნველყოფს ანაკლიამდე მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მოწყობას, ხოლო საკონტეინერო და ნაყარი ტვირთების ტერმინალების მოწყობისთვის საჭირო ინვესტიციებს საერთაშორისო ინვესტორები და კერძო ოპერატორები განახორციელებენ. ეს იქნება ქართული პორტი. სახელმწიფო იქნება ანაკლის ღრმაწლოვანი პორტის მფლობელი. სხვა არავინ არ იქნება სახელმწიფოში ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტის მფლობელი იქნება სახელმწიფო. ეს არის ქართული პორტი და ეს იქნება ქართული პორტი. რაც შეეხება საერთაშორისო კომპანიების ჩართულობას, როგორც უკვე მოგახსენეთ, საერთაშორისო კომპანიები ჩაერთვებიან უშუალოდ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მართვაში. საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულად მიესალმება ანაკლის პორტში შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებიდან, ჩინეთიდან, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან და აზერბაიჯანიდან განხორციელებულ ინვესტიციებს. მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მთავარ მიზანს პარტნიორი ქვეყნების თანამონაწილეობითა და მათი ინტერესების გათვალისწინებით ანაკლის პორტი საერთაშორისო ინტერესების, კაპიტალის და ტვირთნაკადის თავმოყრის ცენტრად ჩამოყალიბდეს. ჩვენ გვინდა, რა თქმა უნდა, რომ ანაკლის ღრმაწლოვანმა პორტმა ჩვენ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად უზრუნველყოს გაზრდილი ტვირთნაკადების გატარება, მიღება, დამუშავება და შემდგომში უკვე, რა თქმა უნდა, გლობალურ ლოგისტიკაში ჩართულობა. ეს არის სწორი მოდელი, ეს არის ყველაზე ეროვნული მოდელი, ეს მოდელი უზრუნველყოფს ანაკლის
უპირობო წარმატებას და ეს მოდელი უზრუნველყოფს, რომ საქართველოს კიდევ ერთხელ გახდება საერთაშორისო ინტერესების ცენტრი. ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, როგორც მოგეხსენებათ, განსაკუთრებით შუადერეფნის კონტექსტში, მინდა გამოვყო, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანი, გამოვყო უზბეკეთი, გამოვყო ყაზახეთი, ჩინეთი, რა თქმა უნდა, ეს არის ქვეყნები, რომლებიც წლების განმავლობაში ხელშესახებად ზრდიან ტვირთებს და უზრუნველყოფენ ტვირთნაკადების მობილობას შუადერეფანში და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ მათი ინტერესები იყოს წარმოდგენილი ანაკლიის რმაწლოვან პორტში. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა არ იცვლება, ეს არის დაახლოებით $1.1 მილიარდი ამერიკული დოლარი. იცვლება პროპორცია. ძალიან დიდი ეკონომია გვაქვს გაკეთებული მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში. ტალღმტეხს გულისხმობთ ამ შემთხვევაში დაღმავებით სამუშაოებს 50-52 მილიონი დოლარის ოპტიმიზაცია განხორციელდა და ნაცვლად ამდენად 250 მილიონი დოლარისა სახელმწიფო დამატებით $200 მილიონ მოაბილიზებს იმისთვის, რომ დამატებითი ინფრასტრუქტურა შეცვლილი მოდელიდან გამომდინარე დააფინანსოს. 2029 წელს ჩვენ ანაკლიის ხმაწყლოვან პორტში მივიღებთ პირველ გემს. ეს არის ის გეგმა და ის გრაფიკი, რომელსაც სახელმწიფო ზედმიწევნით მიყვება. დიახ, ძალიან ვრცელი ამომწურავი ბრიფინგი ნახეთ ჩვენ ამავდროულად ძალიან საინტერესო იყო კითხვა-პასუხის ნაწილი, ისე მიუბრუნდები ლენდროდის მოდელი, ასევე განიმარტა ეკონომიკის და განვითარების მინისტრის მხრიდან, ისე როგორც ამომწურავად გაეცა პასუხი ცვლილების აუცილებლობას, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში განხორციელდა და ასევე დაფინანსების საკითხებს. დიახ, ამ კუთხით სახელმწიფოს ნაწილში არანაირი კითხვის ნიშანი არსებობს, უფრო მეტიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, როგორც მინისტრმა აღნიშნა, არიან მზად რომ ჩაერთონ აღნიშნული პროექტის განხორციელებაში. ცხადია, მინისტრის ბრიფინგის შემდგომ ყველაფერს მოყვა გამოხმაურებები, ჩვენ შეგვიძლია ეს შეფასებებიც ვნახოთ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ შუა დერეფნის როლზე და არა მხოლოდ ჩვენ რეგიონში, მთელი მსოფლიო ამაზე საუბრობს, აქ მსგავსი ინფრასტრუქტურა, რა თქმა უნდა, სახელმწიფოებრივად, იმიტომ რომ განტარიანობის კუთხით და ესე ვთქვათ, იმ გეგმის, იმ ისტორიული გეგმის კუთხით უმნიშვნელოვანესია. რაც შეეხება მოდელს უშუალოდ, რა მოდელზეც ჩამოყალიბდა სახელმწიფო და რა მოდელითაც განვითარდება ეს ყველაფერი სახელმწიფოსთან ერთად, აძლევს ყველა ჩვენ პარტნიორს, ყველა ჩვენ მეგობარს იმის საშუალებას, რომ თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე ისინი შემოვიდნენ ამ პროექტში. მიღებული იქნა მართლაც ყველაზე ოპტიმალური ამ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება, როდესაც ჩვენ უკვე ვთავაზობთ, ჩინეთი იქნება ეს, შუა აზიის სახელმწიფოები, რომლებიც პირდაპირ არიან დაინტერესებული, პირადი ინტერესი გააჩნიათ, ეკონომიკური პირადი ინტერესი ამ სახელმწიფოებს, ამ ასე ვთქვათ, გზის განვითარებისთვის, მოწვეული იყვნენ უკვე აი ამ პროექტის თანამონაწილეებად, ოღონდ იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო რჩება, როგორც საზღვაო, ასევე საპორტო ინფრასტრუქტურის ძირითადი მფლობელი ოპერატორი. მნიშვნელოვანია, როდესაც მართვისადავები იქნება სახელმწიფოს, ზოგადად მართავს პროცესს სახელმწიფო, ეს სტრატეგიული ობიექტები, როგორც არის მაგალითად ანაკლიის ხმაწყლოვანი პორტი და შესაბამისად, მხოლოდ მიგესალმებით ეს იქნება ყოველში ჩვენი ქვეყნისთვის დივიდენდების მომტანი და ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას ძალიან წაადგება. დიახ, ნახეთ შეფასებები, პროცესი მიმდინარეობს, საინტერესოა ამ კუთხით, ასე ვთქვათ, მოვლენების შემდგომი განვითარება, მათ შორის ჩვენ ნახეთ ეკონომიკის და განვითარების მინისტრის უკვე ეთერის დამატებით ბრიფინგის შემდგომ მთელი რიგი საკითხები, რომელზეც ჩვენ ასევე ბიზნეს ინსაიდერს გვინდა აქტიურად მივადევნოთ თვალყურს და მათ შორის აქტიურად განვარტოთ და დაუკვირდეთ იმ მოდელის წარმატებულ ფუნქციონირებას კიდევ ერთხელ, რომელი მოდელიც უკვე უნდა ამოქმედდეს საქართველოში, ამ ყველაფერს ჩვენ ვნახავთ. რაც შეეხება კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს, მინდა აღვნიშნო, რომ მართლაც ბიზნეს კომპანიებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მუდმივად არის ორიენტირებული მოუხმარებლების ბიზნეს სექტორის სერვისების გაუმჯობესებაზე, ყოველთვის გვთავაზობს მაქსიმალურად გამარტივებას პროცესების და მართლაც ნებისმიერი კომპანია, რომელიც ბიზნეს საქმიანობას ეწევა, დამეთანხმება, რომ სულ უფრო და უფრო მარტივდება შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობა, თუმცა რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სწორ და მკაცრ ადმინისტრირებას ექვემდებარება, მაგრამ შესაძლებელია სიმარტივეც, სიზუსტეც ამ შემთხვევაში იქნას შენარჩუნებული. დღეს გვინდა ვისაუბროთ
საგადასახადო ანგარის ფაქტურების დროული დადასტურების ნაწილზე და ამ კუთხით არსებულ ცვლილებებზე, რომელიც მართლაც გამორჩეული ცვლილებაა და ბატონ ლევან გებუაძეს ვთხოვე სტუმრობა შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროს ბატონო ლევან მოგესალმებით, მადლობას გიხდით ბიზნეს ინსაიდერში მობრძანებისათვის, დავბრძანდით თუ შეიძლება და რა თქმა უნდა ჩვენ ვისაუბროთ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა განსაკუთრებულად შემოსავლების სამსახურის მუდმივად ბიზნესზე ორიენტირებულობაზე, ამ კუთხით ბიზნესის საჭიროებების მორგებაზე, გათვალისწინებაზე ბიზნესის ინტერესების და ამ კუთხით რა თქმა უნდა საგადასახადო ანგარის ფაქტურების დადასტურების ახალი წესის შესახებ რო ვისაუბროთ, რა იყო განმაპირობებელი წესის შემოღების, იყო თუ არა გარკვეული ტიპის ხარვეზი ამ კუთხით, რამაც ცვლილება გადაგაწყვეტინათ და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია მეთოდური მითითებების განსაზღვრას რითი ვიხელმძღვანელებთ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა და დიდი მადლობა მოწვევისთვის და დავიწყებ იმით, რომ ეს იყო გადასახადის გადამხდელების მხრიდან დაყენებული საკითხი, პრობლემური საკითხი. როდესაც მოგეხსენებათ დამატებული ღირებულების ეგრეთ წოდებული დღეგეს გადასახადის გადამხდელები გამოწერენ ანგარიშ ფაქტურას, მეორე მხრიდან მიმღების მხრიდან საჭიროებს დროულ დადასტურებას. ეს პროცესი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო ერთმანეთში გადამხდელებს ეწელებოდათ დროში, რაც აფერხებდა 15 რიცხვისათვის მოგეხსენებათ ყოველთვიური დეკლარების ვადა, დეკლარების პერიოდს, პროცესს. ამიტომ ჩვენ 2025 წლის 1 იანვრიდან მათი ამ გამოძახილიდან გამომდინარე შევქმნით ეგრეთ წოდებული pop-up ნებაყოფლობითი შეტყობინება. რას ნიშნავს? შეტყობინება აძლევს ინფორმაციას გადასახადის გადამხდელს, რომ მას აქვს მიღებული ანგარიშ ფაქტურები, რომლებიც საჭიროებს დადასტურებას. ვინაიდან ეს იყო ნებაყოფლობითი, ესე ვთქვათ, გადასახადის გადამხდელები ეცნობოდნენ ამას და რეაგირება არ მოყოლია ამას დიდად, ვინაიდან მოვედით 26 წლამდე და დაისვა საკითხი, რომ გავხადოთ ეს ამ შეტყობინებაზე რეაგირება სავალდებულო. აქ უკვე ჩვენ შემოგვაქვს სავალდებულო კომპონენტი და გვინდა რომ 3 თვეში 2026 წლის 1 ოქტომბრიდან მიღებულ ანგარიშ ფაქტურებზე დადასტურება გავხადოთ სავალდებულო. ძირითადი აი მიზანი რომ განმარტოთ ინიციატივის მაინც ამ შემთხვევაში რა შედეგზე გავალთ, ასე ვთქვათ, აი ამ მიზანზე გამოდევნო. ძირითადი მიზანი იყო რომ გაგვემარტივებინა გადასახადის განამხდელებისათვის დადასტურების შედეგად დეკლარების პროცესი. ვინაიდან ფერხდებოდა დროში ანგარიშ ფაქტურების მიღებული ფაქტურების დადასტურება, შესაბამისად დეკლარების პროცესი ფერხდებოდა. განამხდელებს უწევდათ დაზუსტებული დეკლარაციების წარმოდგენა ძველ საანგარიშო პერიოდზე, ან უწევდათ მიმდინარე პერიოდში დადასტურების შემთხვევაში ამ ანგარიშ ფაქტურების მიბა მიმდინარე საანგარიშო პერიოდზე, ხოლო დეკლარირება შესაბამის საანგარიშო პერიოდზე განეხორციელებინა, რაც იწევდა დამატებით დროს, რესურს შრომას და ასე შემდეგ. მიზანი დაიბადა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გაგვემარტივებინა ეს პროცესი დადასტურების, ეს პროცესი რას ნიშნავს დადასტურება? მოგეხსენებათ, ანგარიშ ფაქტურები იწერება ელექტრონულად და მეორე მიმღების მხრიდან საჭიროებს ხელმოწერას, ანუ დადასტურებას. ეს არის ძალიან მარტივი პროცესი, არ არის არავითარ სირთულესთან დაკავშირებული, მარტივად ან ოპერაცია უნდა დაადასტუროთ, თუ ეს განხორციელდა რეალურად და თუ შესყიდული არის ეს საქონელი თუ მომსახურება კონტრაგენტისგან, ვისგანაც მიღებული ანგარიშ ფაქტურა, ან თუ ეს ოპერაცია არ არის განხორციელებული, მარტივად უნდა უარყო. კი ბატონო, მართლაც და ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ აღნიშნეთ, რომ თვითონ გადასახადის განამხდელებისგან წამოვიდა ეს ინიციატივა, რომ მართლაც აი ამ პერიოდის განმავლობაში მათ სურდათ უფრო მარტივად შეესრულოთ ოპერაცია. ოპერაციების შესრულება ალბათ ყველას უნდა, უბრალოდ აი ამ შემთხვევაში რამდენად შევძლებთ ამ ყველაფრის გამარტივებას. გარკვეულად თქვით ხო, აი ვადის ამოქმედების ნაწილია კიდევ ერთხელ რომ გამოვიყოთ ეს ნაწილი და ასევე რა ვადის შემდგომ შეიძლება რომ შეეზღუდოთ ამ შემთხვევაში სერვისებით სარგებლობა, იგივე ამ შემთხვევაში ქვემო მომხმარებელს რეგისტრირებულ მომხმარებლებს. თლიანად რა ვადები აქვთ კომპანიებს. საკუთარ შემთხვევაში ვადებზე მორგება მაინც გვიჭირს ხოლმე. ცვლილება გვინდა, მაგრამ ვადებში მაინც რა თქმა უნდა, გეთანხმებით, ამიტომ ჩვენ ავიღეთ დიდი პერიოდი საამისოდ, როგორც გითხარით 2025 წლიდან ეს არის ნებაყოფლობითი. ეს ამ შეტყობინებებზე რეაგირება, ხოლო უკვე 26 წლის 1 ოქტომბრიდან ჩვენ გავხდით მასზე რეაგირება სავალდებულოს. რას ნიშნავს ეს? ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველა სერვისზე წდომას შევუზღუდავთ გადასახადის განამხდელს, ვისაც აქვს მიღებული ფაქტურა, რომელზეც დადასტურება არის განსახორციელებელი, ამ პირიქით ოპერაცია არის უარყოფით უნდა უარყოს. ჩვენ 1 ოქტომბრიდან ყველა სერვისს შევუზღუდავთ, მათ წდომა ექნებათ მხოლოდ ანგარიშ ფაქტურებზე, ან უნდა დაადასტურონ, ან უნდა უარყონ. როგორც კი
ან დაადასტურებენ, ან ამ ოპერაციას უარყოფენ, მათ წდომა ეხსნებათ უკვე ყველა სერვისზე საგადასახადო საბაჟო მიმართულების. Რა თქმა უნდა, იქნება ეს დეკლარირება, გადახდა, განცხადებების სხვადასხვა სერვისების მოთხოვნა. ყველაფერზე აღუდგებათ. ეხლა შეზღუდვა რას ნიშნავს? შეზღუდვა ნიშნავს, რომ მომხმარებელი იქნება თუ ქვემომხმარებელი ჩვენი პორტალის, რომლიდანაც ღებულობენ ამ სერვისებს, ყველას შეეზღუდება წდომა ამ სერვისებთან. გარდა როგორც გითხარით, მხოლოდ ანგარიშ ფაქტურების დადასტურების ნაწილისა. კი ბატონო, აი ამ შემთხვევაში კიდევ ერთ ნაწილობრივ თქვით, მაგრამ კიდევ ერთ შემთხვევაზე რომ წავიდეთ, ასე ვთქვათ, როგორ უნდა გაიგოს მომხმარებელმა ავტორიზებული ვერგოძე რეგისტრირებულმა პირმა, რომ აი მაგალითად დასადასტურებელი აქვს იგივე საგადასახადო დოკუმენტი, ანუ აი წინასწარ შეტყობინების ფორმაზეც ნაწილობრივ თქვით, მაგრამ აი უბრალოდ აი ახლა რას მივიღებთ, ანუ კონკრეტულად თუ აი 1 ოქტომბრიდან მივიღებთ იმას, რომ კი ბატონო, აი მომდევნო თვის 5 რიცხვისათვის მათ ექნებათ ინფორმაცია ყოველთვე განხორციელებულ ოპერაციებზე 5 რიცხვამდე ან უნდა დაადასტურონ, ან პირიქით უნდა უარყონ ეს ოპერაცია. თუ ამას არ განახორციელებენ, ჩვენ 5 რიცხვიდან შევუზღუდავთ წვდომა სერვისებზე, რაც ნიშნავს იმას, რომ 15 რიცხვამდე შეექმნება დეკლარების პრობლემა. ამიტომ გავხდით ამ კუთხით იძულებულს მანდ, რომ ეს ოპერაციები დაუდასტურონ თავიანთ კონტრაგენტებს, რომ ორ მხრივად მოხდეს ოპერაციების დადასტურება და დეკლარირება შესაბამისად. ყოველი თვის 5 რიცხვისათვის სანამ შეეზღუდებათ წვდომა სერვისებზე, მათ გამოუვათ საინფორმაციო pop-up შეტყობინება, რომელიც მათ აწვდეს ინფორმაციას, რომ გადამხდელს აქვს მიღებული ფაქტურები, რომელიც საჭიროებს რეაგირებას, როგორც ვთქვით, რეაგირება არის ორი სახის. დავადასტუროთ, ან უარყოთ ეს ოპერაცია. ამის შემდგომ უკვე ყოველთვე 5 რიცხვში დეკლარირებამდე 10 დღით ადრე, იმისათვის რომ კიდე გქონდეთ დრო, რომ მოახდინონ ეს ოპერაცია, ამ ოპერაციების იდენტიფიცირება და დადასტურება, ჩვენ კიდევ ერთხელ შეტყობინებების სახით ვაწვდით ამ ინფორმაციას, რომ 5-დან იქნება შეზღუდვა და 5-დან 10-მდე უკვე 15-მდე უბრალოდ და იმისათვის რომ მოახდინონ მათზე რეაგირება და უკვე წარმოადგენენ დეკლარაციების შეუფერხებლად, რაც ერთ მხარეს და მეორეს მისცემს ნაკლებად დაზუსტებებს, დაზუსტებები კიდე იცით რომ არის დაკავშირებული დამატებით კითხვებთან და მონიტორინგთან საგადასახადო ორგანოს მხრიდან. კი ბატონო, აი სხვა შორის ძალიან მარტივია წესები, ამ კუთხით აი ძალიან მცირე ყურადღების მიქცევა საჭირო ბუნებრივია და მათ შორის შეტყობინებების ნახვა აუცილებელი, რომ ხშირად შეტყობინებების არ ნახვის პრობლემაც გვაქვს ხოლმე ამ კუთხით. თქვენ უკვე აღნიშნეთ და ამას გაუსვით ხაზი, რომ იყო ინიციატივა გადასახადის გადამხდელების. აი ამ კუთხით იგივე და ზოგადადაც რა თქმა უნდა, მაგრამ აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასეთ ტიპის ინიციატივებს აი დისკუსია მიმდინარეობს, ანუ როგორ გაქვთ ხოლმე პროცესი აი გადასახადის გადამხდებასთან კომუნიკაციის. ნებისმიერ სიახლეს სჭირდება სწორი კომუნიკაცია და იდენტიფიცირება პრობლემის. პრობლემა იდენტიფიცირებული იქნა და ინიცირებული იქნა პირველ რიგში გადასახადის განამხდელების მხრიდან, რომ მათ ჰქონდათ ერთმანეთში პრობლემა ანგარიშ ფაქტურების დადასტურების და მომართეს ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურს თხოვნით, რომ რაიმე გაგვეხორციელებინა იმისათვის, რომ წავსულიყავით შემოქმედი ნაბიჯებით, ამ პროცესში აქტიურად ჩართულიყავით და გაგვეწია დახმარება განამხდელებისათვის. აქედან გამომდინარე, არაერთი შეხვედრიდან იქნა ეს პროცესი იდენტიფიცირებული, პრობლემა იდენტიფიცირებული. ჩვენს მიერ 25 წლის 1 იანვრიდან ეს არის ნებაყოფლობითი პროცესი, თუმცა რეალობას ვხედავთ, რომ შედეგი დიდწილად არ გამოიღო და ამიტომ გადავდივართ უკვე სავალდებულო კომპონენტზე, შემოგვაქვს იძულებითი კომპონენტი, რაც ნიშნავს იმას, რომ 1 ოქტომბრიდან შევუზღუდავთ წდომას, სანამ კვლავ არ დაადასტურებენ. ძალიან მარტივია, როგორც კი დაადასტურებენ მიღებულ ოპერაციებს, ყველა სერვისზე წდომა აღუდგებათ, როგორც საგადასახადო, ასევე საბაჟო მიმართულებით. ძალიან მარტივია მართლაც ამის შესრულებით ნაწილი. თქვენ აღნიშნეთ ასევე უპირატესობები, ხო რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ეს არ არის სადამსჯელო ნაწილი, ეს არის გაუმჯობესება პროცესების და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ხა არავის არ უყვარს, ანუ რა კუთხით ვამბობ, რომ დამატებით დროს მოითხოვს იგივე საგადასახადო შემოწმების ნაწილი. საგადასახადო შემოწმების რისკს ამცირებს თუ არა ეს პროცესი ამ კუთხით. დროული დადასტურება, დროული დეკლარირება და არახშირი დაზუსტება, რა თქმა უნდა, ამცირებს რისკებს და ყოველივე ეს უზრუნველყოფს როგორც გამომწერი მხარის, ისევე მიმღები მხარის დროულ სრულ დეკლარირებას დადგენილ ვადებში, მოგხსენება და ეს ვადები გვაქვს მომდევნო თვის 15 რიცხვამდე. ყოველივე ეს ემსახურება იმას, რომ დროულად მოახდინონ ერთმანეთში ოპერაციების იდენტიფიცირება და დადასტურება. კი ბატონო, ეს არის ძირითადი ნაწილი, შეიძლება ასე თქვას, დაჭირდება თუ არა რაიმე სპეციალური გადამზადება ამ კუთხით, ასე ვთქვათ, კომპანიებს თუ აი კიდევ ერთხელ რომ აუღწეროთ თავიდან ბოლომდე შეუჯამოთ პროცესი და ამ კუთხით ისევე როგორც კითხვები რომ მქონდეთ, ალბათ შემოსავლების სამსახური მზად არის ამ კითხვებში უპასუხო. რა თქმა უნდა, არავით არის გადამზადება, არავის არ დასჭირდება. სპეციალური ცოდნა ამას არ ჭირდება. არაფერი სპეციალური ცოდნა ამას არ ჭირდება, ამას ჭირდება ყურადღება და დროული რეაგირება. მივიღეთ მიიღო ორგანიზაციამ დასადასტურებელი ანგარიშ ფაქტურა, უნდა შეამოწმოს, რომ ნამდვილად შეისყიდა თუ არა ის საქონელი თუ მომსახურება ამ პირისაგან, ვინც გამოუწერა ანგარიშ ფაქტურა და შესაბამისად ეს ფაქტი დაადასტუროს ძალიან მარტივად, ტექნიკურადაც არაფერ დამატებით სწავლას და სიახლეს არ წარმოადგენს.
რასაც ახორციელებდნენ აქამდე, ის უნდა განახორციელონ, უბრალოდ ეხლა ჩვენ ვაძლევთ იძულებით კომპონენტს ამ ნაწილს, რომ ვაიძულებთ არა ის რომ 1 თვის, 2 თვის ან 1 წლის მერე დაადასტურონ, არამედ 15 რიცხვამდე დეკლარირების პერიოდამდე მოახდინონ ამის დადასტურება, რაც კიდევ ერთხელ აღვნიშნებთ, რომ გაუმარტივებს დეკლარირებას, სრულყოფილ დეკლარირებას და გამოიწვევს ნაკლებ დაზუსტებებს განახორციელებაში, როგორც მიმღებს, ასევე გამომწერ მხარესთან. კი ბატონო, ნაკლებ დროს დავხარჯავთ გარკვეულ ტიპის პროცესებში, ავიცილებთ ასე ვთქვათ, გარკვეულწილად უსიამოვნებს, რომელიც დროის კარგვას უკავშირდება ამ თვალსაზრისით და მართლაც ეს ძალიან მარტივი იძულება და კიდევ ერთხელ დაუყოვნებლივ აღდგება, წვდომა როგორც კი დადასტურება იქნება ამ შემთხვევაში, უმარტივესი. კი, უმარტივესი პროცესია, უბრალოდ მოითხოვს ყურადღებას კომპანიების მხრიდან პროცესები იქნება უფრო მეტად ეფექტური. კიდევ ერთხელ როგორც ყოველთვის შემოსავლების სამსახური ამ კუთხით ძალიან ორიენტირებულია მომხმარებლებზე, ბიზნეს კომპანიებზე ამ თვალსაზრისით. ძალიან მადლობა მინდა გადაგიხადოთ ფოტოვლება, ძალიან კარგი, სწორი, დროული ინიციატივისთვის და მე დარწმუნებული ვარ ჩვენი მაყურებლებისთვის, უპირატესად ბიზნეს კომპანიებისთვის ესაკითხი იქნება, ასე ვთქვათ, განსაკუთრებით საყურადღებო და ალბათ შეძლებენ მოკლედ საინფორმაციო კამპანიის თვალსაზრისით ჩვენ მზად ვართ რომ ამ კუთხით მადლობა ოქტომბრის პერიოდში. მადლობა ბატონო. დღეს კი ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეებით. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებგვერდზე ბიზნეს ინსაიდერ.gr. მე კი ხვალამდე გემშვიდობებით.